საღამო მშვიდობისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია ვარ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა 2011 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიში. საქართველოს 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი ანგარიშის წარდგენა ბრიუსელში და საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდა. სამოქალაქო საზოგადოების შეფასება 2011 წლის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის საქმიანობის შეფასება ბრიუსელის მიერ. ეთერშია ევროპული არჩევანი. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. ყოველ წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირს უგზავნის ანგარიშს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაო პრიორიტეტულ სფეროებში. ეს საკითხები გათვალისწინებულია სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში. მთავრობა ამ ანგარიშს გაზაფხულზე წარადგენს. მანამდე კი, როგორც წესი, ალტერნატიული ანგარიშიც მზადება. ალტერნატიულ დოკუმენტს არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ. საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და ასევე საკუთარი წყაროებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბოლოოდ ევროკავშირი გაზაფხულის მიწურულს საკუთარ დასკვნებს აქვეყნებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. საქართველოს არასამთავრობო სექტორმა თავისი ალტერნატიული ანგარიში უკვე წარადგინა ბრიუსელში. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. წარმოგიდგენთ მათ ეკატერინე ფოფხაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მანანა წულაია, ელკანა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, რევაზ გეთიაშვილი, ორგანიზაცია სენი გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი, შორენა ლორთქიფანიძე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი პროგრამების ხელმძღვანელი, შოთა მურღულია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა ჯამბურია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი თვითმმართველობის განვითარების პროგრამების ექსპერტი, ირაკლი მჭედლიშვილი, სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ქალბატონ შორნა, მოდი თქვენგან დავიწყოთ საუბარი ზოგადად ამ პროგრამის შესახებ, რა მეთოდოლოგიით, ვინ იყო ჩართული, ვინ იყო მხარდამჭერი და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ აი ამ სამუშაოს, რომელიც ჩატარდა. მივესალმები მაყურებელს. ვახო, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციები უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთობლივად თანამშრომლობით წარადგენენ ალტერნატიულ ანგარიშს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეფასების. ჩვენ 2009 წელს, 2010-ში და წელსაც გავაკეთეთ ეს ანგარიში. ძალიან გვიხარია, რომ გარდა იმ 5 არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომელიც ახლა აქ იმყოფება, გაცილებით მეტია ჩართული თვითონ ანგარიშის მომზადების პროცესში. ჩვენი მხარდამჭერი არის ევროპული ორგანიზაცია აპროდევი, რომელიც შტაბ-ბინა არის ბრიუსელში და რომელიც ძალიან გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რაღაც ხელი მიუწვდებოდეს იმაზე, თქვათ, ბრიუსელთან პირდაპირ ურთიერთობაში, ესე რომ ვთქვათ, ისინი გვეხმარებიან აი ვიზიტის დაგეგმაში, რაც ჩვენ იანვრის თვეში განვახორციელებთ ბრიუსელში და ასევე მხარს უჭერენ ამგვარი პროექტების განხორციელებას. ასევე საინტერესოა ის, რომ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს. საქართველოში ბევრი მსგავსი თუ რამდენიმე ყოველ შემთხვევაში ყოველწლიურად მზადდება, რომელიც ეგზავნება არა მარტო ევროკავშირს, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს. მათ შორის საქართველოს რომ იყოს ადვილად გასაგები, რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ მონიტორინგის განხორციელებას არასამთავრობო სექტორის? ეს არის ალტერნატიული ანგარიშია. როგორც თქვენ ახსენეთ, მთავრობა ყოველ წელს წერს ანგარიშს თავისი საქმიანობის შეფასების და მას წარუდგენს ევროკავშირს. არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მხრივ, ეს არის ჩვენთვის კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი. ალტერნატიული ხედვა მივაწოდოთ ევროკავშირს და საზოგადოებას. დასკვნები თუ შეგვიძლია გავაკეთოთ მთავრობის დასკვნებთან შედარებით რამდენად განსხვავებული? რა თქმა უნდა, ეს ანგარიში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არა მარტო ჩვენ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ეს გაცილებით, ეს არის კრიტიკული, ხო? ეს არის კრიტიკული ანგარიში. მთავრობა თვით კრიტიკას არ მიმართავს ხოლმე ძალიან იშვიათად. განსხვავებით ჩვენგან, ჩვენ ვართ კრიტიკულები, ჩვენ მათგან მეც მოვითხოვთ, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებაზე. ასევე და ეს არის მონიტორინგი. მონიტორინგი ჩვენ 5 ორგანიზაციამ, ჩვენი ორგანიზაციების პროფილიდან გამომდინარე, შევარჩიეთ 9 თემა, რომელიც მოცემულია ამ ანგარიში. ეს ეხება გარემოს დაცვითი საკითხებია წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის
მდგრადი განვითარების, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებული აქცენტით კანონის უზენაესობას და სასამართლო რეფორმაზე. Ჩემმა ორგანიზაციამ ICCN-მა წარმოადგინა კონფლიქტების თემა, ასევე განათლების საკითხები და უმაღლესი განათლების საკითხები და გენდერული კომპონენტის ანალიზი. მე მინდა სწორედ გადავიდეთ უკვე კონკრეტიკაზე და დაასრულეთ თქვენი საქმე და შემდეგ თქვენ მეთოდოლოგიაზე იკითხეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ან როგორ ვაკეთებთ? ეს არ არის მხოლოდ ესე იგი მკვლევარები დასხდებიან, აიღებენ სხვადასხვა რეპორტერს და ამის მიხედვით დაწერენ. ეს არის ყველა ჩვენი ორგანიზაცია არის აი პრაქტიკოსი ორგანიზაცია, რომელიც ველზე მუშაობს. უმეტესწილად სხვადასხვა რეგიონებში თითქმის დაფარულია მთელი საქართველო ამ ორგანიზაციების მუშაობით. ანუ ჩვენ ეს არის სათემო მიდგომა, ასე რომ ვთქვათ, ადამიანების ჩართულობა უშუალოდ ვისთვისაც არის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ცალკეული პუნქტები, აი მათი ჩართულობით, მათი შეხედულებით, რა გამოდის, რა არ გამოდის. ასე რომ ეს თავისთავად ძალიან ინოვაციური და საინტერესო მიდგომა. ცალკეულ მიმართულებებზე რა ჩემი თხოვნა იქნება გავყოთ ორ ნაწილად, უპირველეს ყოვლისა ვისაუბროთ დასკვნებზე და შემდეგ უკვე ვთქვათ რა რეკომენდაციებს მისცემდით ამ მიმართულებით. მოდით დავიწყოთ თქვენგან, რა იყო ძირითადი თქვენს დასკვნაში, რაზე გამახვილდა ყურადღება. მოგესალმებით. ჩვენი ორგანიზაციამ ანგარიში მიუძღვნა ორ ძალიან მნიშვნელოვან, ჩვენთვის მნიშვნელოვან თემას. ეს არის მართლმსაჯულება საქართველოში და ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ამ ორი მიმართულებით ჩვენ გამოვყავით ის ძირითადი პრობლემები, რომელიც წლის განმავლობაში და ზოგადად ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოში. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მხრივ დაახლოებით ორ ნაწილად იყოფოდა ჩვენი ანგარიში. ერთი საკანონმდებლო ხარვეზებს ეხებოდა და იმ ტენდენციებს, რაც ზოგადად საკანონმდებლო პროცესს ეხება. ანუ ძირითადი ტენდენცია გამოვლინდა ის, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ხდება ძირითადი დიდი საპროტესტო აქცია, მას შემდეგ კანონში შედის ცვლილებები და ხდება კანონის გაუარესება იმ კუთხით, რომ იზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. და მეორე ნაწილი ეხებოდა უკვე პრაქტიკას. ჩვენ მიმოვიხილეთ ძალიან მოკლედ ყველა ის საპროტესტო აქცია, რომელიც წლის განმავლობაში იყო, რა თქმა უნდა, მათ შორის 26 მაისის საპროტესტო აქცია და ეს მცირე საპროტესტო აქციები, როგორც არის ომის ვეტერანთა საპროტესტო აქცია, სასჯელახსულებთ სამინისტროს წინ არსებული საპროტესტო აქცია და თუ გახსოვთ კიდევ ქუთაისში მომხდარი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია, როდესაც ქარხანა ჰერკულესის მუშაკები გაიფიცნენ და მათ მოაწყო საპროტესტო აქცია და მიმოვიხილეთ ის პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სამწუხაროდ ყველა ამ საპროტესტო აქციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში აქციის მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობის სრული დაცვა ხორციელდებოდა, სამართალდამცავ ორგანოებმა დაარბიეს ეს აქცია, გამოიყენეს გადამეტებული ძალა და ამას არ მოყვა სათანადო რეაგირება და სათანადო შეფასება. აი ბრიუსელში რა რეაქცია იყო, თქვათ, როდესაც ამ ინფორმაციას უსმენდნენ, ძალიან საინტერესოა. თქვათ რა გითხრეს მათ თქვენ? კი ბატონო. ერთი კითხვა რაც მახსენდება და ჩემთვის იყო ნიშანდობლივი იყო ის, რომ და ისე ესეთი კითხვა 26 მაისის ფაქტები მათთვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი და თქვენს ჩვენ წარმომადგენლები როდესაც იყვნენ საქართველოში დააფიქსირეს საქართველოს მთავრობასთან მათი პოზიცია და მოითხოვეს ამ საქმეების გამოძიება. მოხდა თუ არა ამას რაიმე რეაგირება. მე ვუთხარი შესაბამისად ჩვენი ინფორმაციით და იმ ოფიციალური ინფორმაციით რაც გაჟღერებულია მთავრობის მიერ საქართველოში, მხოლოდ 16 პოლიციის თანამშრომელი მიეცა პასუხისმგებლობაში, ისიც დისციპლინური წესით. ეს მათთვის იყო ახალი ინფორმაცია. თქვენ რას ფიქრობთ? ასე იყო ნამდვილად თუ მათაც ჰქონდათ უკვე ეს ინფორმაცია? ანუ თქვენი შეფასებებია მათთვის უფრო მეტად საინტერესო თუ ინფორმაციული მხარე რაც ამ დასკვნებში? მე მგონი ორივე. ანუ ინფორმაციული მხარეც საინტერესებთ, იმიტომ რომ ეს არის ალტერნატიული ანგარიში, ასე ვთქვათ, მთავრობა აწვდის მის პოზიციას და ბუნებრივია ეს პოზიცია მათი კუთხით მიდის და აწვდის ინფორმაციას, რაც მათ ესე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, აწყობთ, ხო? და ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ობიექტურად და მიუკერძოებულად ვცდილობთ, რომ მოვიზიოთ ფაქტები და მოვლენები, ჩვენ ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას. ამიტომ მათთვის პირველ რიგში ინფორმაციაც არის მნიშვნელოვანი, რომ გადაამოწმონ მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მეორე უკვე ჩვენი შეფასებები. ამიტომ მე განცდა დამრჩა, რომ მათთვის არ იყო საკმარისი ის ქმედება, რაც საქართველოს მთავრობამ განახორციელა, ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობაში მიცემა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლის იმ მასობრივ დარღვევებზე, რაც 26 მაისს განხორციელდა, ეს არ იყო ჩათვლილი ადეკვატურად. თქვენ მიმართულებაზე გავუტოვებინა და შემდეგ ესე თანმიმდევრობით მოვყვოთ. მე მუშაობ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანაში და ელკანა მუშაობს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გაჟღერებული იყო ბრიუსელშიც და ჩვენს რეპორტშიც სოფლის მეურნეობის პრობლემატიკა. და ეს პრობლემები გამოვყავით
იყო რამოდენიმე ძირეული პრობლემა, როგორიც არის მცირე ფერმერობა საქართველოში, მიწების ფრაგმენტაციის პრობლემა, კოოპერაციის პრობლემა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის და იმპორტის, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პრობლემა და კიდევ რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს. გარდა ამისა, სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე ქონდა საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება, რომ ადგილზე ხდებოდეს წარმოება ძირითადი პროდუქტის, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგ საქართველოს მოსახლეობას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 14%-ით გაიზარდა ფასები 2010 წლიდან 2011 წლის დასაწყისისათვის, რამაც გამოიწვია საერთოდ აი ამ საკითხის გააქტიურება, როგორც არის სასურსათო პრობლემის გადაწყება. თქვენ ძალიან საინტერესო საკითხები და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ჩამოთვალეთ სოფლის მეურნეობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კონკრეტულ საკითხს ჩვენ აქ ვერ გავივლით, ბუნებრივია, ზოგადი წარმოდგენა მაინც რომ შეექმნას ჩვენ მაყურებელს, რა დასკვნები გამოიტანეთ ამ საკითხებთან მიმართებით და როგორია ზოგადად ამ სფეროში? ზოგადად ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, რომელიც დღესდღეობით ჯერჯერობით არ არის ეს დოკუმენტი. და ამ დოკუმენტში უნდა იყოს გათვალისწინებული სწორედ ის საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას და საქართველოს დღესდღეობით ცდილობს, რომ შევიდეს ევრობაზარზე, შევიდეს ასოცირებულ წევრად ევროკავშირში და ის ახორციელებს ისეთ საკითხებს, რომლებიც არის წინაპირობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოწერისათვის. ხოლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის სურსათის უსაფრთხოება, ეს არის მდგრადი განვითარება, რომელიც მოიცავს კოოპერაციის საკითხს, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ფერმერთა ხელშეწყობა, ფერმერული ექსტენსიის სისტემის განვითარება, დემონსტრაციული პლოტ-ნაკვეთების განვითარება, ადგილზე თესლეულის წარმოება და ესეთი საკითხები. გასაგები ბატონო, თქვენი მიმართულება გარემოს დაცვა. დიახ, ჩვენი ნაწილი, გარემოსდაცვის ნაწილი იყო ალბათ ყველაზე უფრო კონკრეტული. თუმცა სიმპტომატური. ჩვენ შევეხეთ სატყეო რეფორმას, რომელიც 2011 წლის ერთ-ერთი წარუმატებელი პროექტით, ასე ვთქვათ, შეფასდა როგორც წარუმატებელი პროექტი პრემიერ-მინისტრის მიერ. თუმცა ეს წარუმატებლობა გამოწვეული იყო არა იმდენად რეფორმის განხორციელებით, არამედ რეფორმის დაგეგმვით, უпростоრედ არსებულ გეგმებზე უარის თქმით, გეგმებზე, რომელიც მუშავდებოდა წლების განმავლობაში და თანხდებოდა ევროკავშირთან, მათ შორის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სამოქმედო გეგმები წლიური, შეგვიძლია ვნახოთ ქვეყნის ანგარიშები, რომელიც ყოველწლიურად იგზავნება და ყოველთვის საუბარი იყო ამ გეგმებზე, რომელიც უნდა შესრულებულიყო. 2011 წელი იყო ასეთი დრამატული ცვლილებების წელი, ამ მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, რაც მანამდე იყო შეთანხმებული. კერძოდ შეთანხმებული იყო ის, რომ უნდა მომზადებული იყო სატყეო პოლიტიკა, სტრატეგია, უნდა ჩატარებულიყო ინვენტარიზაცია, კატეგორიზაცია, მართვის გეგმები უნდა ქონოდა ხელისუფლებას, უნდა გამოყოფილიყო ტერიტორიები, ახალი დაცული ტერიტორიების შესაძლებლობა. სანამ სხვა საკითხებს შეეხებით, თქვა ბრიუსელში, როგორ მიიღეს ეს ყველაფერი, რომ რაც შესასრულებელი იყო, თქვა არ შესულა, ბევრი რამ შეიცვალა და ასე შემდეგ. წინაზეც ითქვა, ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მათთვის არ იყო სიახლე და ისინი იყვნენ საქმის კურსში, მით უმეტეს მთელი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ჩართულობას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა იგივე წლის დაწყისში, როდესაც საუბარი იყო გარემოსდაცვის სამინისტროს გაუქმებაზე, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა უზრუნველყო ის, რომ გარემოსდაცვის სამინისტრო დარჩა და მას შეუნარჩუნა მნიშვნელოვანი ფუნქციები, ასევე თვითონ
თვითონ მიმდინარე პროცესებშიც მოდით ასე ვთქვათ, წარუმატებლობის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან იყო ის, რომ რეფორმა ვერ განხორციელდა. თუმცა ამ რეფორმის ვერ განხორციელებაში თავის დიდი როლი შეიტანა იგივე ევროკავშირმა, USAID-მა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, იმიტომ რომ ენერგეტიკის სამინისტროს დღესაც სჭირდება სერიოზული ძალისხმევა იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს და სწორად განხორციელდეს. საქართველოს ჰქონდა გეგმა რეფორმის სწორად განხორციელების და რეალურად იმის მაგივრად, რომ დაჩქარებული იყო მოვლენები, ეს დაიკარგა კიდევ ერთი წელი, შეიძლება მეტიც და ალბათ ენერგეტიკის სამინისტრო ყველა უწყებები, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, გააკეთებენ თავიანთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ 2012 წელს სწორედ განვითარდეს მოვლენები და ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს გარემოს დაცვის მიმართულებით მაყურებელს რა თქმა უნდა ძალიან აინტერესებს რა არის მთავარი პრობლემები და თუ შეგიძლიათ თქვენი დასკვნის მიხედვით გითხრათ სადა აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით მთავარი პრობლემები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ისევ დაუკავშიროთ 2011 წლის მოვლენებს იყო ის, რომ სახელმწიფოს გარემოს დაცვითი ფუნქციები შესუსტდა და გაჩნდა გარემოს დაცვითი ფუნქციების პარალიზების საფრთხე. ანუ საკითხი მარტივად რომ ვთქვათ, როცა ისმება ისე საჭიროა თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო საერთოდ დამზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ სამინისტრო გაუქმდეს, ეს უკვე მრავლის მეტყველია. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრო საჭიროა, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა ითანამშრომლოს სხვა სამინისტროებთან, რომელსაც ევალებათ თუნდაც ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების განხორციელება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაცვის ნაწილი გასაუქმებელია, ამიტომ რომ ჩვენ შეიძლება უფრო სერიოზული საფრთხეების წინაშე დავდგეთ, თუ ესენი არ გავითვალისწინებთ. გასაგებია. კარგი, ბატონ კახა, თქვენი მიმართულებით დავიწყოთ და ჩვენი ორგანიზაცია სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა და კონკრეტულად ამ მიმართულებით ავიღეთ ჩვენ სამეზობლო პოლიტიკის გეგმაში თუ რა იყო გათვალისწინებული და აქ იყო გათვალისწინებული ესეთი საკითხი, რომ მოუნაყოფილიყო ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმების სტრატეგიის შემუშავება და მისი ასე ვთქვათ განხორციელება. და ამ მიმართულებით ჩვენმა მთავრობამ დაისახა ორი საკითხი, ეს იყო ერთი ჰარმონიზაცია კანონმდებლობის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონთან და მეორე იყო ადგილობრივ მოხელეთა ტრენინგებისთვის, ასე ვთქვათ, წესის შემუშავება და დამტკიცება. ზუსტად ამ ორ საკითხზე ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა თუ რამდენად იქნა ჰარმონიზაცია მიღწეული ორგანულ კანონთან, იყო ასე ვთქვათ 20-მდე კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილებები უფრო იყო ასე ვთქვათ ცოტა ზედაპირული, იმიტომ რომ თვითონ ის ვალდებულება რაც ევროკავშირთან აქვს ჩვენ აღებული, ცოტა სხვა რამის ითვალისწინებს, ეს ითვალისწინებს ცვლილებები იყო ზედაპირული, თუ ის არ ხორციელდება ცხოვრებაში. ანუ ზედაპირულს რას გულისხმობ ახლა, როდესაც შეიცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი, ტერმინოლოგია შეიცვალა შიგნით, ანუ ადგილობრივ მაგალითად მართლობა შეიცვალა თვითმმართველობის ტერმინი და ანუ ესეთი სახის ცვლილებები იქნა ტერმინოლოგიური ხასიათის განხორციელებული, თუმცა არის კიდე კანონები, სადაც ესეთი ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები კიდე განსახორციელებელია. და თვითონ უფრო ისეთი უფრო ძირეული ცვლილებები, რომლებიც უშუალოდ იმ სხვა კანონებსა და ორგანულ კანონთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში, ესეთი სახის ცვლილებები არ განხორციელებულა 2011 წლის ბოლომდე. და რაც შეეხება თვითონ ადგილობრივ მოხელეთა, ასე ვთქვათ, ტრენინგის წესის შემუშავებას და მის დამტკიცებას, აღნიშნული საქმიანობის კუთხით არ ხორციელებულა. აქ უბრალოდ ორი რაღაცა არის, რომ თვითონ მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაში ეს იჯდა 2012 წლის პირველი კვარტალის ბოლომდეა მთავრობის გეგმაში შემუშავებული ზის და ხოლო თვითონ ევროკავშირს საქართველოს მიერ შემუშავებულ გეგმაში 2011 წლის ბოლოს არის, ანუ ეს წესის შესამუშავებელი ესეც ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის, ანუ გაუგებარია თუ მთავრობამ რატო მიიღო ესეთი განსაუბრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასკვნაც არის მკვეთრად უარყოფითი ამ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა, ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ორი ვალდებულება რაც ქონა აღებული, არც ერთი მათგანი, ასე ვთქვათ, გასაგებია. არ არის შესაძლებელი. ესე იგი ჩვენი
ამოცანა ასეთი იყო შეგვეფასებინა სიტუაცია, პრობლემა დაკავშირებული საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან. საქმე ის არის, რომ ამ რეგიონების აღქმა მკვეთრად შეიცვალა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. თუ ადრეს რეგიონები ამ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემა იყო კონფლიქტი საქართველოში, ეთნიკური კონფლიქტი, თუ ჩვენ მაგალითად ჟენევის ფორმატში ველაპარაკებოდით ამ რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები, რუსეთი არ იქმნებოდა როგორც სამშვიდობო ძალა, რომელსაც მიყავდა სამშვიდობო პროცესი ამ რეგიონებში, დღეს სიტუაცია შეცვლილია. დღეს ჟენევაში ჩვენ ველაპარაკებით რუსეთის მხარეს, ეს რეგიონები განიხილება უკვე როგორც ოკუპირებული ტერიტორიები. ამდენად ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო სწორედ დაგვემუშავებინა ეს ახალი კონტექსტი, ესე იგი რასთან გვაქვს საქმე და ამ შუქზე შეგვეხედა იმ მიდგომებისთვის, რომელიც დღეს არსებობს ამ რეგიონებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველოს მთავრობის მიდგომებისთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებისთვის და ესე იგი რა არის აქ სწორი, აი სწორედ ამ კუთხით თუ განვიხილავთ კონფლიქტებს საერთაშორისო პოლიტიკის კუთხით და რა შეიძლება კიდე დაუმატოთ ამ დღემდე არსებული და რა დასკვნები გვაქვს ამ მიმართულებით? ну ძირითადად ეს მიდგომები მაგალითად არაღიარების პოლიტიკა, ის რომ რუსეთს შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ ესე იგი შესრულდეს ეგრეთ წოდებული სარკოზის დოკუმენტი, მედვედევ სააკაშვილის დოკუმენტი, ის რომ საერთაშორისო თანამეგობრობის როლი, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ამ რეგიონებში უნდა გაძლიერდეს, გაიზარდოს, ანუ ჩაერთონ ისევ გაერო ეუთო ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომ უნდა ჰქონდეს უფლება შევიდეს ამ რეგიონებში და განახორციელოს თავის საქმიანობას სრულად. ეს უეჭველი ესენი უნდა, ესე იგი, ეს მიდგომები უნდა დარჩეს და გაძლიერდეს. აი თუ არის თქვენს დასკვნაში, ну ვთქვათ, ხელისუფლების მისამართით კრიტიკული მოსაზრებები და რას ეხება ძირითადად ეს? ესე იგი, საქმე იმაშია, რომ ჩვენ იმის გამო, რომ სწორედ ეს გაგება აღქმა ამ პრობლემის იცვლება, ჩვენ უფრო ფოკუსირებული ვიყავით სწორედ ამის გააზრებაზე, ახალი რეალობის გააზრებაზე და ჩვენ აქ არ გამოგვიყვია მაინც და მაინც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. ეს იყო ერთიან კონტექსტში განვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის, იმიტომ რომ აქ რეალურად სხვაობა, ესე ყოველ შემთხვევაში ფორმალურ დონეზე არ არის დიდი. რაც შეეხება ახალ მიდგომებს, ასე ვთქვათ, ჩვენს რეკომენდაციებს, აქ ჩვენ დავუმატეთ ორი რეკომენდაცია. ესე იგი, ეს არის უფრო ინფორმირებულობის გაზრდა ქართული საზოგადოების და რუსული საზოგადოების, იმიტომ რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძირითადად მაინც აქამდე საერთაშორისო თანამეგობრობა ფოკუსირებული იყო მთავრობებთან მუშაობაზე და ადგილობრივი თემების წარმოადგენა, ესე იგი კონფლიქტში ჩართული ნამდვილების ან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები თემთან ურთიერთობაზე. მაშინ როდესაც ქართული საზოგადოება, რუსული საზოგადოება მთლიანობაში პრინციპში მოკლებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ინფორმირებას ამ კონფლიქტ თავის პოლიტიკის შესახებ ინფორმირებას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ინფორმირება უნდა გაძლიერდეს, ანუ დიალოგი საერთაშორისო თანამეგობრობის მთლიანად ქართულ და მთლიანად რუსულ საზოგადოებასთან ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით. ეს ერთი და მეორე ვთვლით, რომ იმის გამო, რომ ეს არ არის უბრალოდ მხოლოდ რაღაც ეთნიკური კონფლიქტი ან კონფლიქტი თემებს შორის, არამედ ეს არის უფრო რთული პოლიტიკური პროცესის გამოვლინება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაბამისად ახლებურად უნდა შევხედოთ ამ ესკალაციის მექანიზმებსაც, კონფლიქტის დაძაბულობის ესკალაციის მექანიზმებსაც და უნდა მოხდეს ამების უკვე სხვა კუთხით დანახვა და შესწავლა. ესე იგი, გარკვეული აზრით უნდა მოხდეს აი ტალავინის მაგალითად კვლევის გაგრძელება და განვითარება. გასაგებია ბატონ შოთა. თქვენს მიმართულებაზე, შემდეგ რეკლამაზე გავალთ და კიდევ მოგეცემათ ეთქვის. რაც შეეხება ჩემს მიმართულებას, ანუ სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის
ჩართული იყო ამ კვლევაში და ჩვენ სამ თემას ვამუშავებდით, კონკრეტულად მე ვამუშავებდი კონკურენციის პოლიტიკის თემას, ოღონდ განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებდი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კონკურენციის თემა იყოფა კერძო სუბიექტების ურთიერთობის რეგულირება და სახელმწიფო ორგანოების მიერ კონკურენციის პოლიტიკის დაცვის მექანიზმებზე და მათ კონტროლზე. უნდა აღნიშნო, რომ აქ მეორე კვლევაშიც ვიყავით ჩვენ ჩართული, ეს არის ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, რომელიც პირდაპირ ფოკუსირებული იყო კონკურენციის პოლიტიკაზე, იმ კანონ პროექტზე, რომლის შემუშავებაც იყო ვალდებულებად აღებული, ამიტომ მე ვეცდები, რომ ორივე მიმართულება მინდა შევახსენო, რომ კონკურენციის მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავისუფალ ვაჭრობასთან მიმართები და ამიტომ უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის მხრით. კი ბატონო, უბრალოდ თავიდანვე რომ გავყოთ, ეს არის ერთი სახელმწიფოს მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც არ შეზღუდავს კონკურენციას და ამის კონტროლი და მეორე არის კერძო სუბიექტების ქმედებების კონტროლი, რომლებიც შეიძლება ბაზარზე კონკურენციის განვითარებას შეუშალონ ხელი. ანუ აქ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი დასკვნები, მე მოკლედ ვეცდები რომ ორივე მიმართულებით ჩამოვაყალიბო დასკვნა. ერთი რომ დადებითად შეიძლება შეფასდეს ხელისუფლების ქმედება 2011 წელს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, ისევე როგორც 2010 წელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ტექნიკურად გამართოს ეს პროცესი. შესყიდვების მიმართულებით ის რომ ელექტრონულ სისტემაზე მოხდა 2010 წლის შედეგებია, რომელიც 2011-ში კარგად აისახა, თუმცა ეს 2 წლის წინ დაიწყო ამ ყველაფრის საუბარი. 2011 წელს მოხდა ელექტრონულად ვალდებულება იყო აღებული, რომ ელექტრონულად მომხდარიყო საჩივრების მიღების წესის შემუშავება და მომხდარიყო, ანუ საუბარი არის, რომ ის ვინც გაასაჩივრებს, ეს ყველაფერი აისახოს ელექტრონულად, ყველა შეეძლოს ამის ნახვა, განხილვები, დასკვნები, ყველაფერი ეს იყოს ელექტრონულად ხელმისაწვდომი. ანუ ეს გამჭოლების პროცესს დის და ეს ნამდვილად დადებითია. თუმცა, თქვათ, იგივე უარყოფითი რჩება აქ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ უარყოფითზე ორიენტირებული და ის რაც ნამდვილად დადებითია, რატომ არ უნდა აღვნიშნოთ, რაც შეეხება უარყოფითს, რა თქმა უნდა, უარყოფითში გვხვდება ჩვენ იგივე არის არეზერვო ფონდებთან დაკავშირებული საკითხი, რომელსაც თქვათ საერთო სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა არ ეხება. და თქვათ თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდსაც არ ეხება საერთოდ გამჭვირვალობის კუთხით რა თქმა უნდა პრობლემა იქნება სამართლიანობის მხრივად პრობლემა თუ რატო თავისუფლდება მხოლოდ თბილისის სარეზერვო ფონდი და სხვა თვითმმართველობების სარეზერვო ფონდები არ თავისუფლდება დაახლოებით 100 მილიონზე მეტზე არის საუბარი ჯამში მთავრობის პრეზიდენტის და თბილისის სარეზერვო ფონდს თუ ავიღებთ თუ ეს არის გადაუდებელი აუცილებელი მიმართულება გამოდის რომ სახელმწიფოში არავის მიერ არ კონტროლდება ანუ გაკონტროლებით რა თქმა უნდა შემდეგ ანგარიშებიც უნდა დაიდოს და ნუ ეხა კონტროლის პალატისთვის ეს დაფარული ინფორმაცია არ არის. აქ საუბარი არის რომ ამ თანხების ხარჯვა მოხდეს კონკურენციის პოლიტიკის დაცვით. ანუ მთლიანად ეს თემა რასაც ჩვენ საუბრობთ, აქ საუბარია რომ სახელმწიფო არის ძალიან დიდი დამკვეთი. ანუ ერთ-ერთი დიდი მსხვილი დამკვეთი ქვეყანაში არის სახელმწიფო. ნუ ეს კარგი არ არის, მაგრამ ნუ საჯარო ფინანსებით ხდება საკმაოდ დიდი შესყიდვების განხორციელება. თუ სახელმწიფო არ დაიცავს კონკურენციის პრინციპებს შესყიდვის დროს, ის დაანგრევს ბაზარს. ანუ ის თუ იქნება სუბიექტური, გაიმარჯვებს და გაძლიერდება ის ფირმა, რომელსაც სახელმწიფო მიანიჭებს რაღაც უპირატესობას. ამიტომ მთელი სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა აგებულია იმ პრინციპზე, რომ შეჯიბრითობა იყოს დაცული. ბევრს მიუწვდებოდეს ხელი, ანუ მთელი ეს ელექტრონული სისტემა ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა იქ მცირედი ხარვეზები იყო, იმიტომ რომ გადასვლასთან დაკავშირებით, იგივე თვითმმართველობა და შემსყიდველ ორგანიზაციებს თავის დროზე ვერ მიეწოდათ ინფორმაცია დროულად და ბევრი ხარვეზი იქნა დაშვებული, თუმცა ეხლა ეს ხარვეზები გაიმართა. და ნუ საუბარია რომ რაც უფრო მეტი ნაწილი ამ საჯარო რესურსისა გადავა ამ კანონმდებლობის რეგულაციების ქვეშ მოექცევა, მით უფრო გამჭვირვალე და კარგი იქნება. რაც შეეხება გასაჩივრებას, ეს ნამდვილად დადებითია და უკვე დაიწყო და საკმაოდ კარგი. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელიც აი ამ ხრივ ძალიან ცუდათაა სიტუაცია, თუ აქ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, იქ რაც შეეხება კანონ პროექტს, ანუ ჩვენი ვალდებულება 2011 წელს იყო, რომ ახალი კანონ პროექტის შემუშავება და წარდგენა შესრულებულია, თუმცა ძალიან დიდი ხარვეზები არის ამ კანონ პროექტში. ანუ ისე რაც კი ეწერა ის შესრულებულია კანონ პროექტი პარლამენტში წარდგენილია და დამტკიცება ვერ მოხდა შეიცავს ბევრ ხარვეზებს შემდეგ თუ გექნება დრო ძალიან მოკლედ რეკომენდაციების საკითხი ამის შესახებ ანუ რეკლამის შემდეგ კიდევ ვისაუბრებთ ახლა რეკლამა და ევროპული არჩევანი რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირდაპირ ეთერში
ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი თემა 2011 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიში, რომელიც არასამთავრობო სექტორმა მოამზადა. ქალბატონ შორნა, მოდით ისევ თქვენგან დავიწყოთ მეორე ბლოკშიც საუბარი. ამ ანგარიშის მომზადების დროს რა დონეზე გქონდათ მთავრობასთან ურთიერთობა? რამდენად გახსნილი იყო მთავრობა იმისთვის, რომ ანგარიში მოამზადო, ელემენტარულად ინფორმაცია გჭირდება. სანამ ბრიუსელში, ასე ვთქვათ, ამ ანგარიშს წარადგენდით, მანამდე მთავრობასთან რა ურთიერთობა გქონდათ ანგარიშის მომზადების დროს? დიახ, ეს ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ პრინციპში წინა 2 წლის განმავლობაში ჩვენ გქონდა პრობლემები, როდესაც დროზე ვერ მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად არის საჭირო იმისთვის, რომ გამოიყენო ამ კვლევაში და მონიტორინგში. წელს ესეთი პრობლემები ნაკლებ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კუთხით არ ყოფილა. თქვა თითოეული, მაგალითად, გენდერის კომპონენტის მომზადების დროს ქალბატონმა ნინო ციხისთავი ავტორი, მან მიმართა რამდენიმე სახელმწიფო უწყებას და უმეტესი მათგანისგან მოვიდა პასუხი. ეს იყო დოკუმენტის სახით, ეს იყო კითხვაზე პასუხი თუ ასე შემდეგ. ასევე იყო სხვა, ანუ მე ის მინდა თქვა, დადებით პრინციპში შევაფასო ამ შემთხვევაში, რომ ეს გამჭვირვალობა რაღაცა თვალსაზრისით ასე თუ ისე მიღწეულია. ანუ წინა წელთან შედარებით ჩვენ გაცილებით უკეთ და ადვილად მოვიპოვეთ ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებისგან. ეხლა მინდა ერთ რამეზე აი ზოგადი სახის შენიშვნა. აი რა არის უბრალოდ ეს სამოქმედო გეგმა, კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ მაყურებელს. ეს არის პრიორიტეტების მიხედვით გაწერილი საქმიანობები, ინდიკატორები და ვინ არის ვალდებული, რომ შეასრულოს ეს საქმიანობა და ვინ არის პასუხისმგებელი სააგენტო. ესენი სამთავრობო უწყებებია, ზოგიერთზე წერია, რომ დონორი ან ევროკავშირი თვითონ. ეხლა რა ხდება? ძალიან ყველა ანგარიში პრინციპში და ექსპერტებიც ვამბობდით, რომ ძალიან ცოტა გაუგებარი ინდიკატორებია ზოგჯერ. ან ეს ინდიკატორები ისეთია, რომ რეალურად აი ამ თითოეული საქმიანობის გრძელვადიან შედეგს თითქოს ვერ ხედავ. აი მაგალითად 10 ტრენინგი ჩატარდა თუ არა, შეიძლება კი ჩატარდა, მაგრამ რა შედეგი მოგცა ამ ტრენინგმა? რეალურად აი ამ სახელმწიფო მოხელემ ვიც ეს ტრენინგი გაიარა, რა შედეგი მიიღო? რამდენად აისახა ეს მართლობის რაღაცა შეცვლაზე, უკეთესობისკენ? აი მსგავსი, აი მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსასწორებელია. ინდიკატორები სასურველია, რომ სამოქმედო გეგმაში იყოს უფრო ნათელი, არა იმდენად რაოდენობაზე ორიენტირებული, ანუ ხარისხობრივი ინდიკატორები იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის თავარი ასევე, თქო, ჩემი კითხვა თუნდაც ბრიუსელში როგორც საქართველოს წარმომადგენლობაში ქონდა შეხვედრა, იყო რომ ხშირად ეს რაღაცა ხშირად წინ უსწრებს ხოლმე რაღაცნაირად განხორციელებული რეფორმა თვითონ საზოგადოების მომზადებას. ეს საკამათო საკითხია, მაგრამ ეს მაგალითად პირდაპირ კავშირში არის საკვების უმრავლობასთან. ჩვენ ვისაუბრეთ ბრიუსელში ამის შესახებ, ხო? რომ ესე კი რაღაც რეგულაციებია, რომელიც მცირე ფერმერებისთვის გარკვეული პრობლემის შემქმნელია, ხო? აი ეს საკითხებია, რომელიც ჩვენი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართოდ განიხილებოდეს, უფრო მეტი დისკუსია იყოს, ეს ზოგადი სახის რეკომენდაცია, უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტები იყოს, ასე რომ ვთქვათ, თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, უფრო მეტი მთავრობასთან, უფრო მეტი ღიაობა იყოს იმ საკითხებზე, რომელიც რიგითი მოქალაქეების აი ამ ყველაფერზე არის მათი ცხოვრება დამოკიდებული. გასაგებია, მოდით რეკომენდაციებზეც ვისაუბროთ. ქალბატონ ეკა, ხშირად გამიგონია მათ შორის ამ სტუდიაშიც, რომ ის, რასაც აკეთებს არასამთავრობო სექტორი ან რაღაცას წერს, ეს ხშირად მთავრობას არ აინტერესებს. ხშირად გამოთქმულა ასეთი მოსაზრება აქაც მათ შორის. ამ შემთხვევაში თუ გააქვთ არასამთავრობო სექტორს ხელისუფლებასთან რაიმე ესეთი კოორდინირება, ან თუნდაც ეს პრობლემები გასაგებია, რომ ბრიუსელში წარადგინეთ, მაგრამ თუ გაქვთ საშუალება აქ თბილისში უთხრათ ხელისუფლებას და ერთ მაგიდასთან რამდენად ხშირად ხდებით ხოლმე. კი ბატონო, მადლობთ, ნაწილობრივ კი და ნაწილობრივ არა და ამას განმარტავ. თუმცა სანამ ამ განმარტებაზე გადავალ, ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მე როგორც აღვნიშნე, ჩვენ ორი მიმართულებით მომზადეთ ანგარიში და მართლმსაჯულებაზე სამწუხაროდ პირველი ჩართვის დროს არ მომეცა. ახლა თქვით არა ეს პრობლემა. ხო, ანუ ძალიან მოკლედ ჩამოვთვლით ძირითად პრობლემებს და უბრალოდ ანალიზში და გაშლაში არ გადავალ. ჩვენ მოვიხილეთ ის ძირითადი პრობლემები, რაც ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას. დღეს ეს არის გაწყებული მოსამართლე დანიშნვის წესიდან, მათი გადაყვანიდან, მოსამართლიდან მივლინება წესთან დაკავშირებით, ასევე დისციპლინური
პასუხისგებლობა და გამჭვირვალეობა სასამართლოში. ანუ როგორც თქვენთვის ცნობილია, ფოტო და ვიდეო გადაღება სასამართლოში აკრძალულია, დაშვებულია მხოლოდ აუდიო გადაღება, რასაც ნებართვა ჭირდება, თუმცა ეს პროცედურა ისეთ გართულებულია, რომ თითქმის პრაქტიკაში ჟურნალისტებისთვის ეს არის ხელმიუწვდომელი და ჩვენ გქონდა ამ კონკრეტულ მიმართულებაზეც გადაცემაში აქ საუბარი და ვიცი რომ სერიოზული პრობლემები იყო, კონკრეტული მაგალითების დასახელდა. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს სასამართლოსთან მუშაობა, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციაც არის ჩართული და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან აქტიურად ხვდებით იუსტიციის საბჭოს და უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ჩვენს ანგარიშში არსებული რეკომენდაციებიდან რამდენიმე იქნა გათვალისწინებული, იმიტომ რომ ეს არ არის დაუშვათ ის, რაც ჩვენ ეხავ თქვით და წავიღეთ ბრიუსელში. ეს უკვე რამდენიმე წელია ჩვენ ამ ძირითად პრობლემას მართლმსაჯულებაში ვაყენებთ. ამიტომ გასათვალისწინებელია და აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულწილად მოხდა მათი გაზიარება, გამჭვირვალეობის ნაწილი ჯერჯერობით გადაიდო, მაგრამ იგივე დისციპლინური პროცედურები, რომლებიც დღეს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური პროცედურები არის სრულიად დახურული. ანუ როდესაც მოქალაქე მიმართავს და ითხოვს კონკრეტული მოსამართლის დასჯას, იმიტომ რომ თulis რომ მის საქმეში მოსამართლემ კანონით დაარღვია, იმ მოქალაქეს დღეს არ ეცნობება პასუხი, რა რეაგირება მოყვა მის განცხადებას. მაგრამ საბჭოსთან შეთანხმებით შემუშავდება კანონპროექტი, რომელიც შევა პარლამენტში და ეს დისციპლინური სამართალწარმოება ნაწილობრივ გაიხსნება, ანუ მოქალაქესთვის შედეგი იქნება ხელმისაწვდომი. ანუ ეს უკვე ვთვლით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესია. და არის სხვა საკითხებიც, თუმცა კვლავ რჩება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და აქტუალური საკითხები, როგორც არის მაგალითად იუსტიციის საბჭოს საკომპლექტების წესი. იუსტიციის საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლეს სამსახურში დანიშვნას და განთავისუფლებას. ამიტომ ამ ორგანოს დამოუკიდებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მართალია, უმეტესობა დღეს იუსტიციის საბჭოში არიან მოსამართლეები, მაგრამ როგორ ხდება ამ მოსამართლეთა არჩევა, ეს არის პრობლემური. მხოლოდ მოსამართლის კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა აქვს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს და ამის შემდეგ უკვე კანდიდატებს ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია. ჩვენ ვთვლით, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს არ უნდა ქონდეს მხოლოდ კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა და მოსამართლეებს უნდა ქონდეს შესაძლებლობა დაასახელონ საკუთარი ან თავიანთი კოლეგები. ანუ ამ შემთხვევაში საბჭოში არჩევის წესი უფრო დემოკრატიული იქნება ჩვენი აზრით და ვთვლით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ ეს არ იქნა ჯერჯერობით გათვალისწინებული, თუმცა ითქვა, რომ მომავალში შეიძლება ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდეთ. ანუ როგორც გითხარით, მართლმსაჯულების კუთხით უფრო მიმდინარეობს სასამართლოსთან დიალოგი და ხელისუფლებასთან, რაც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციის კუთხით, აქ უფრო რთულად აგვაქვს საქმე, როგორც გითხარით, ყოველი აქციის და დიდი საპროტესტო აქციის შემდეგ სამწუხაროდ კანონმდებლობაში შედის ნეგატიური ცვლილებები და უფრო იზღუდება ეს შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუნდაც 26 მაისის საქმეებთან დაკავშირებით რა განახორციელეს მათ, თუნდაც რა სტრატეგია ქონდა სახელმწიფოს ამ აქციის დაშლასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქციის მონაწილეები თითქოს საუბრობს, რომ სრულიად შეუძლებელი იყო აქციის დაშლის წინ, აქციის მონაწილეების მხრიდან დაუშვათ წასვლა სახლში, რომც ქონდათ სურვილი, იმდენად იყო გზები ბლოკირებული, რომ ისინი ამას ვერ შეძლებდნენ. აი საინტერესოა, ქალბატონო შორენამ თქვა, რომ გარკვეული წინსვლა თქვათ ინფორმაციის მიწოდების კუთხით იყო. არ ვიცი კონკრეტულად რომელ სფეროებს გულისხმობდა. აი თქვენ ახსენებთ სამწუხაროდ აი ამ კუთხით ჩვენ არ მოგვეცა გამოვითხოვეთ დაუშვათ რა აქტის საფუძველზე როგორ გადაწყდა დაშლა, რა სტრატეგია ქონდა შემუშავებული სამართალდამცავებს ამ კუთხით და სხვადასხვა ძალიან რა საშუალებები იყო გამოყენებული, ანუ ერთი არასაც ეთერში ვხედავდა თვითმხილველები ამბობდნენ, თუმცა ფსურდა ოფიციალური პასუხი. სამწუხაროდ ამ ინფორმაციებზე სრულყოფილი პასუხი ვერ მივიღეთ. გასაგებია. ჩვენ პირველ ნაწილში გადაცემის ძირითადად ჩამოვთვალეთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს და რომელიც თქვენს დასკვნებში მოხდა. მოდი, ახლა ვისაუბროთ რეკომენდაციებზე, რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ მთავრობისთვის, რასაკვირველი. რაც შეეხება რეკომენდაციებს და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ელკანას თანამშრომლობა, როგორი თანამშრომლობა აქვს ევროდელეგაციასთან და ასევე სახელმწიფო უწყებებთან. ანუ ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება ამ მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, გვაქვს ხშირი შეხვედრები გარემოს დაცვის სამინისტროში და სხვა. ანუ ჩვენ თვითონ პრობლემები ამ კუთხით არ გვაქვს. მაგრამ ჩვენი ანგარიშით გვინდოდა, რომ მთელი რიგი საკითხები წინ წამოგვეწია. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა სანამ დაიწყება აი ეს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებაზე პირველი რაუნდი, პირველი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი.
და ამიტომ ჩვენ შეხვედრების დროს აღნიშნავდით სოფლის მეურნეობის კუთხით რა უნდა გაკეთებულიყო იქ ბრიუსელშიც მხარი დაგვიჭირეს და გითხრეს რომ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გქონდეს ევრო დელეგაციასთან საქართველოსში რომელიც მოქმედებს და ასევე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ გქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს ბრიუსელში საელჩოში ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო სადაც შორენამ როგორც აღნიშნა ძირითადი საკითხი ჩვენი საუბრისა ეხებოდა სურსათის უვნებლობის სფეროში გატარებულ რეფორმებს. ამასთან დაკავშირებით საუბარში გამოვლინდა, რომ მათ ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებული და მართლაც მთელი რიგი ძალიან სერიოზული რეფორმა გატარდა საქართველოში. მაგრამ ამ რეფორმებს საფუძვლად უნდა ედოს ჩვენი აზრით მაინც სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი გლეხობის, ფერმერების მხარდაჭერა. აი ადგილობრივი გლეხობის და ფერმერების მხარდაჭერა ხშირად მესმის მე ეს ყველაფერი. რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ეს თქვა? კონკრეტულად აი ფერმერებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს. ანუ დღესდღეობით რა სისტემაც არსებობს რო აიღონ კრედიტი, ეს არის ძალიან მაღალ პროცენტიანი. არის ხელმისაწვდომობა კრედიტების ძალიან მცირე და კრედიტები ძირითადად რეგიონებში გაიცემა მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ და ეს არის დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში. ანუ ფიქრობთ რომ თუ ვთქვათ ეს საკითხი არ მოწესრიგდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით ეს ხელშემშლელია, ასევე კოოპერაციის საკითხი. რეკომენდაციებს რაც შეეხება, არ გვაქვს ბევრი დრო, ამიტომ რაღაცნაირად მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რა რეკომენდაციას მისცემთ მთავრობას თქვენი მიმართულებით გარემოს დაცვით? დიახ, ყველა ეტაპი, რაც ჩვენ გავიარეთ ანგარიშის მომზადებიდან მისი წარდგენის შემდგომი სამუშაოები, რომელიც უკვე დავიწყეთ ჩვენ სხვა სამინისტროებთან, გულისხმობს აი იმ პროცესებს, დინამიკას, რაც არსებობს ისედაც ქვეყანაში, იმ გეგმებს, რაც აქვს ხელისუფლებას და რაც უნდა განახორციელოს. მათ შორის ევროინტეგრაციის კონტექსტში და მათ შორის ის მიმდინარე პროცესები, რაც დღემდე აქტუალურია საქართველოში. შესაბამისად, ჩვენი გეგმებით და ჩვენი რეკომენდაციებით მოდის შესაბამისობაში აი ამ ყველაფერთან 2012 წლის გეგმებთან და შემდგომ პერიოდთანაც რა თქმა უნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ და უკვე დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მოგვიწევს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რათა ეს კონკრეტული მიმართულება, რაც ქვია სატყეო რეფორმა, განვითარდეს სწორი მიმართულებით. ამ მიმართულებით ხელისუფლებამ აითვისოს ის რესურსი, რასაც თვითონ ევროკავშირიც იძლევა და პრინციპი მეტი-მეტისთვის ალბათ იმასაც ნიშნავს, რომ უფრო მეც მიიღებ, რაც უფრო მეც მოითხოვ. ამ შემთხვევაში ევროკავშირს აქვს სერიოზული პროგრამები, ტექნიკური დახმარების პროგრამა, დამეგობრების პროგრამა, TAIEX პროგრამა და საქართველოს შეიძლება საკუთარი თავი უზრუნველყოს ევროპული ექსპერტიზის და მიიღოს ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ევროკავშირისგან თვითონ მიმდინარე პროცესების, ამ რეფორმების განხორციელების საკანონმდებლო ცვლილებების და ყველა მიმართულებებით. ანუ ჩვენი ერთ-ერთი თავი რეკომენდაცია არის, რომ მეტი აქტიურობა იყოს ხელისუფლების მხრიდანაც და ამაზე მიდის ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები სხვადასხვა სამინისტროებთან. ჩვენ უკვე გქონდა შეხვედრა ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან, გქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროსთან, უკვე არის საუბარი, რომ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები twinning-ზე, ანუ დაძმობილების პროგრამაზე და თუ ეს შედგა, დარწმუნებული ვარ და თუ ევროკავშირმა მხარი, ასე ვთქვათ, დაუჭირა ტექნიკურად და ექსპერტულად საქართველოს მთავრობას სატყეო რეფორმა განხორციელდება, ანუ ის, რაც უნდა, რაც აქვს დაგეგმილი მთავრობას და რაც ჭირდება ქვეყანას, მოვა სინთეზში ერთმანეთთან, თავისი ეკონომიკური და გარემოს დაცვითი ნაწილის დაბალანსებით და მივიღებთ გასაგებია, თუმცა თქვენთვისაც მინდოდა რეკომენდაციებზე მესაუბრა, მაგრამ ალბათ თქვენი რეკომენდაცია იქნება ის საკითხები შესრულდეს, ხო? მაგრამ მაინც გითხარით რამე, იმიტომ რომ პირველ ნაწილში თქვით, რომ იმ ორი საკითხიდან არც ერთი არ შესრულებულა და დიახ,
არ ვიცი რა უნდა იყოს თქვენი რეკომენდაცია. ჩვენ რეკომენდაციებში გვაქვს ჩამონათვალი იმ საკითხებისა თუ რა საკითხები შეიძლება იყოს, მაგალითად ის სახით გვაქვს რა, რამოდენიმე 5-6 საკითხი, რომელიც დარგობრივ კანონმდებლობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონებს შორის შეიძლება შესაბამისობაში რომ მოვიდეს ერთმანეთთან. კონკრეტული მაგალითები გვაქვს მოყვანილი თუ რის რა შეიძლება შეიცვალოს ან ერთ კანონში ან მეორეში, იმიტომ ესენი ერთმანეთთან მოდიან წინააღმდეგობაში და ამითი ჩვენი აზრით ძალიან იზღუდებათ თვითმმართველობის ასე ვთქვათ თავიანთი საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებიც კანონმდებლობით მათ მინიჭებული აქვს და თვითმმართველობები ამის განხორციელებაში ასე ვთქვათ შებოჭილები არიან და ალბათ აუცილებელია რომ შევიდეს ის ცვლილებები, რათა თვითმმართველობებს მეტი თავისუფლება მიესცეთ და მათ შეძლონ თავიანთი ასე ვთქვათ უფლებამოსილებები. საკანონმდებლო კუთხით გაქვთ მაინც რეკომენდაციები. ძირითადად ბატონო ირაკლი, თქვენ პრინციპში შეეხეთ პირველ ნაწილში რეკომენდაციებს, თუ გსურთ დაამატეთ რამე. ესე იგი ჩვენი რეკომენდაციები შეეხებოდა ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იყო განკუთვნილი, აქ რა თქმა უნდა შეგვიძლია გამოვყოთ საქართველოს მთავრობისთვის კომპონენტი, ეს იქნება რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობასაც შეუძლია თავის ძალისხმევა მოსდოს და უკეთ გააგებინოს ქართულ საზოგადოებას რაში მდგომარეობს საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკა ჩვენ რეგიონებთან დაკავშირებით, მათ შორის რაში მდგომარეობს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში, პოლიტიკა დამოკიდებულება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებისადმი როგორია მიდგომა, ეს ერთი და რა თქმა უნდა მეორე მომენტი ეს არის მეტი ფოკუსირება, მეტი ანალიზი, სწორედ ახალი კონტექსტის და ამ ახალი კონტექსტის შესაბამისად ესე იგი გამოკვლევა ამ ესკალაციის მექანიზმების და რა თქმა უნდა შესაბამისად ამ ესკალაციის არ დაშვების ნეიტრალიზაციის მექანიზმების გაუმუშავება. ნუ ჩვენ უფრო კონკრეტული რეკომენდაციები გვაქვს, იგივე თქვა შესყიდვებთან დაკავშირებით, ამ ჩვენ სურვილია რომ იგივე სარეზერვო ფონდების ხარჯვის ნაწილი დაექვემდებაროს შესყიდვების კანონმდებლობას. მეორე არის რომ შესყიდვების კანონმდებლობაში გაწერილი იყოს არა მხოლოდ ფასით იყოს შეჯიბრითობა, არამედ იყოს აი ნივთის შენახვის ხარჯების გათვალისწინებული. ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ შეიძლება ერთი ნივთი მეორეზე 1000 ლარით ნაკლები ღირდეს, თქვა ერთი 10000 ღირდეს, მეორე 9000, თუმცა ამ 9000-ის მოხმარებას, ანუ მიმდინარე ხარჯებს, ვავიღოთ თქვა ქსერო, ანუ ასლადამღები აპარატი შეიძლება მისი ტონერი ღირდეს 5-ჯერ მეტი ვიდრე მეორეს, ანუ ამ ხრივ საქართველოში საერთოდ არაფერი არ ხდება, იგივე ავტომობილის შეძენა. რატომ მანდამაინც ამ კრიტერიუმების ჩამონათვალიც არსებობს, რატომ უნდა იყოს აუცილებლად თქვათ ჯიპის ტიპის ავტომობილი და რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივ სხვა ტიპის მსუბუქი ავტომობილი დიალ. ანუ ამ ხრივ საქართველოში არ ჭირდება შემსყიდველურ ორგანიზაციას დასაბუთება თუ რატომ ჭირდება ესა თუ ის, გასაგებია რომ ავტომობილი ჭირდება, მაგრამ რატომ მანდამაინც ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილის მონაცემებით და რატო არა თქვათ სხვა ტიპის მონაცემებით. რაც შეეხება მეორე მხრივ კერძო ყველა შემსყიდველმა უნდა გააკეთოს თქვენი რეკომენდაციით თუ აუცილებელი ოპერაცია სახელმწიფოსთვის. კანონმდებლობთ უნდა განისაზღვროს და კონტროლის პალატის ერთ-ერთი ფუნქცია უნდა იყოს არა ბუღალტრიული აუდიტის ჩატარება, რომ გამოცხადებულია და დოკუმენტი დევს და ხელია თუ არა მოწერილი, არამედ იყო თუ არა საჭირო ამ შესყიდვის განხორციელება ამ ფუნქციის შესასრულებლად. მე ჩვენ ახლა ვიცით რომ სახელმწიფო შესყიდვების დიდი ნაწილი საკმაოდ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას ემსახურება და თუ მათი გამოყენება ჯერ საწვავის ხარჯიდან დაწყებული აგრეთვე შესყიდვის ფასი, ნაწილის ფასი და ასე შემდეგ. ავტომანქანებზე და სხვა ძირითადად ავტომანქანებზე არის თქვა აქ. ანუ ეს სისტემური საკითხია, ზოგადად ამას უნდა მიექცეს ყურადღება და მეორე მხრივ კონტროლი ამისა უნდა არსებობდეს და არა მხოლოდ ბუღალტრული. რაც შეეხება მეორე საკითხს, აბსოლუტურად მოუგვარებელია ჩვენთან ზოგადად კარტელური გარიგება, დომინანტური პოზიცია, საწარმოების შერწყმა ეს საკითხები ეხლანდელი კანონმდებლობით საერთოდ არ რეგულირდება. ანუ ჩვენთან არის მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობების კონტროლი კონკურენციის მიმართულებით. ანუ ამ ხრივ კონტროლდება და ისიც არც თუ ისე კარგად. მეორე სფეროზე შემუშავებულია კანონპროექტი, თუმცა ამ კანონპროექტში ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები, სხვადასხვა ორგანიზაციებმა შევემუშავოთ, თუ რა უნდა შეიცვალოს იმ კანონპროექტში, რომ ეს არ იყოს კანონპროექტი, რომელიც ევროპასთან დაიწერება, რომ გვაქვს ეგ კანონი მივიღეთ, მაგრამ
ნუ რეალურად მთელი სისტემა არის აგებული, რომ არსებობს რამდენიმე მექანიზმი, რომელთაც თუ ხელისუფლებას ამის სურვილი არ აქვს, კანონი ექნება, მაგრამ უმოქმედო. გასაგებია მესმის. ქალბატონ შორენა შევაჯამოთ, რაც შეიძლება მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენი დრო პრაქტიკულად ამოიწურა. თვითონ ვიზიტი იყო საინტერესო, როგორც აღნიშნეს ჩემო კოლეგებმა და აი ერთი რამ მინდა დავამატო. აი ესეთი შეთავაზება იყო ევროკავშირის მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, ეს DCFTA თავისუფალი ვაჭრობის ეს ხელშეკრულება მოიცავს არა მარტო იმ ტერიტორიას, რომელსაც აკონტროლებს საქართველოს მთავრობა, არამედ მასში შედის აი ამ ხელშეკრულება ფარავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. აი დიალოგის თვალსაზრისით გარდა იმ კონტექსტისა, საერთაშორისო კონტექსტისა და მიდგომებისა, რაზეც ირაკლი მილაპარაკა, ჩვენი ერთ-ერთი ის არის, რომ დიალოგი გაგრძელდეს ოსებთან და აფხაზებთან დიალოგი. და ძალიან საინტერესო შემოთავაზება აქვს თვითონ ევროკავშირს, რომ იქნებ როგორღაც აი მოლაპარაკებების პროცესში, იმ რაუნდებში, რომელიც ახლა მარტის თვიდან დაიწყება, აი ხელშეკრულების ირგვლივ, იქნებ როგორღაც ჩაერთოს აფხაზეთის მხარე, სამხრეთ ოსეთის მხარე. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და იმ გამწვავების იმ პირობებში, რაც ახლა არის რაღაც წარმოუდგენლად მიმაჩნია დღეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზება. გარდა ამისა, ასევე არის საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოებში და მისი სამოქალაქო ფორუმის ჩარჩოებში, ასევე ჩაერთნენ აფხაზები და ოსები ამ მოლაპარაკებებში. აქაც რა სტატუსით ჩაერთვებიან, საინტერესოა ესეც, მაგრამ ეს კარგია, რომ თვითონ ევროკავშირი რაღაცნაირად ზრუნავს იმაზე, გარდა იმისა, რომ რაღაცნაირად აი ეს დიალოგის პროცესი როგორღაც იყოს და საკმაოდ ბევრი შემოთავაზება. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაცია, რასაც აპირებს მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აი ამ აფხაზურ-ოსური დიალოგის და აფხაზურ-ქართული აფხაზურ-ოსური აპირებს, რომ აი ეს ევროკავშირის ეს წინასწრება შესთავაზოს ჩვენს აფხაზ და ოს კოლეგებს. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის და მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ ჩემი აზრით დღეს და ალბათ საქართველოს მთავრობისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა. ასევე საინტერესო იქნება ის დასკვნა, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაწერს და გაგზავნის ბრიუსელში და ასევე საინტერესო იქნება ალბათ ამ სტუდიაში არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად აი ამ საკითხებზე, როდესაც ისაუბრებენ. ვფიქრობ, რომ ამ გადაცემის მომზადება ნამდვილად ღირს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. რეკლამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვართ. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურების დაუბრკოლებელ მიმოსვლას. 1986 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთიან ევროპულ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბარიერის გაუქმებას და ფინანსური ინსტიტუციების ლიბერალიზაციას, რაც ხელს შეუწყობდა წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა საერთო ევროპული ბაზარი, რომელსაც გააჩნდა საკუთარი სტანდარტები. ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთო ბაზარიც. ევროკავშირი ასევე განაგრძობს არაწევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სხვადასხვა სახის შეთანხმებების გაფორმებას. 2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომლის მიზანი იყო საქართველოში ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს უფრო მტკიცე პოლიტიკურ თანამშრომლობას ევროკავშირთან, კერძოდ მთელი რიგი ახალი ასოცირებული შეთანხმებების ხელმოწერის პერსპექტივას და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრირებას ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების საშუალებით. კეტრინ ეშტონმა 2010 წლის 15 ივლისს ბათუმში ოფიციალურად გახსნა მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ევროპული არჩევანი დღეს 3-ით დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.